მოქალაქეების დევნა პოლიტიკური გამოხატვისთვის და პოლიციის დაუსჯელობა მოქალაქეებზე ძალადობისთვის, ბანერის ჭერისთვის დაკავებული მოქალაქეები ამ დრომდე იზოლატორში ელოდებიან, როდის ჩაინიშნება მათი სასამართლო პროცესები. მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს სამოქალაქო საზოგადოება, რადგან მომხდარს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უხეშ დარღვევად მიიჩნევს. ამის პარალელურად ამ დრომდე არ დამდგარა მოძალადე პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი. კონკრეტულად თბილისის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის, რომელიც გავრცელებულ კადრებშიც კარგად ჩანს, როგორ უსწორდება ფიზიკურად მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს. მარიკა ბოლქვაძე მოისმინა შეფასებები ბანერის გამოდაკავებებზე და მოგვიყვება სიახლეებსაც, როდის ჩაინიშნება სასამართლოს ხდომები, ან ხომ არ ყოფილა გამოხმაურება ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროდან და პოლიციელის ძალადობის შესახებ. Yaxsopha პირველ რიგში მაყურებელს ვეტყვი იმას, რომ მათივე დაკავებული ამ დრომდე წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება და ისინი ელოდებიან ახლა სასამართლოს ხდომის ჩანიშვნას, რომელიც წესით დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში უნდა ჩაინიშნოს. შესაბამისად, დღეს საღამოს ან ხვალ დღის პირველ ნახევარში შესაძლოა ველოდოთ ამ ადამიანების სასამართლო ხდომის ჩანიშვნას და შემდგომში გავიგებთ უშუალოდ სახელმწიფო რა ტიპის სანქციას გამოიყენებს მათ წინააღმდეგ. ეს იქნება ჯარიმა, გაფრთხილება თუ დაკავება, რომელიც წესით ადმინისტრაციული წესით 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს ის მუხლები, რომელიც მათ წარდგენილი აქვთ. რაც შეეხება შეფასებებს, ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქართული ოცნება ახლა პირდაპირ ცდილობს დიქტატორული რეჟიმის ქვეყანაში დამყარებას და ეს ქმედებებიც, რომელიც ჩვენ წუხელ გვიან საღამოს ვიხილეთ საკრებულოსთან, ამის ერთ-ერთი მთავარი გამოხატულება ქვეყანაში ქართული ოცნება ზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და აშინებს ქართულ ოცნებას ყველა ის ადამიანი, რომელიც მათი წესებისა და კანონების წინააღმდეგ გაილაშქრებს. შესაბამისად, ახლა სადამშელო ღონისძიებებს აწყობს საჩვენებელ დასჯას სხვა მოქალაქეებისთვის, რომ ჩაახშოს ქვეყანაში თავისუფალი და საღი აზრი. ქართული ოცნება უკვე 2 წელია პრაქტიკულად გვაცხოვრებს ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს აპატიმრებენ ტროტუარზე დგომის გამო, Facebook-ზე პოსტის დაწერის გულისთვის, საჯაროდ გამოთქმული აზრის, კრიტიკული აზრის გამო, ბანერის დაჭერის გამო. ეს არის დამახასიათებელი ყველაზე ველური ავტორიტარული რეჟიმებისათვის. ასეთად აქცია ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს. ეს ყველაფერი არის საბოლოო ჯამში ის ბოლო ფინალური ფაზა, რომელიც აქვთ ხოლმე რეჟიმებს, იმიტომ რომ ვფიქრობ ბოლო 2 წლის მანძილზე, რაც წინააღმდეგობის მოძრაობა არსებობს, ქართულმა ხალხმა დაამტკიცა, რომ მას არ ეშინია რეჟიმის და რომ ეს წინააღმდეგობის მოძრაობა არ გაჩერდება. საზოგადოებაში ამ ეტაპზე რისთვისაც იბრძვის ხალხი არის ის, რომ მათ პროტესტის დაფიქსირების საშუალება ჰქონდათ, რომ ქუჩის გადაკეტვის გამო არ უწევდეთ ციხეში წასვლა, რომ ქუჩაში დგომის გამო არ უწევდეთ დაყადაღება და ეს სამოქალაქო პოლიტიკური უფლებები არის მოსაპოვებელი და დასაცავი. ეს პრობლემა არის რეალურად დღეს საზოგადოებაში და არა ის რომ ვთქვათ რომ რომელიმე გამოხატულების ფორმა ვისთვის არის მისაღები და ვისთვის არა ეს ხალხი იბრძვის არა იმიტომ რომ ვიღაცას თუნდაც ჭალებში შევაწყვეტი არამედ არამედ იმისთვის რომ ქუჩაში დგომის და საკუთარი თუნდაც ვიღაცებისთვის მიუღებელი პოზიციის დაფიქსირების საშუალება ჰქონდეს. თუ უნდა ამ ხელისუფლებას რომ ამ ქვეყნის ისტორიაში აი ესეთ პრორუსულ მოძალადე ხელისუფლება დარჩეს, ეს მათი არჩევანია, მაგრამ არ არსებობს საქართველოში აი ისტორიას რო გადახედან, არ არსებობს რეჟიმი, რომელსაც მსგავსი ქმედებებიც ქართულ ხალხზე გაუმარჯვია. წარმოუდგენელია უბრალოდ. და აქ ყველაზე საინტერესო და სასაცილო ფაქტი რაც არის, არავინ არ იცოდა გუშინ, აი არც ჩემმა მეგობრებმა, არც ჩემმა კოლეგებმა არ იცოდნენ იმ ბანერზე რა ეწერა. შინაგან საქმეთა სამინისტრო რომ მივიდა და ეს ადამიანი რომ დააკავეს, აი ამის შემდეგ გაიგო მთელ ქვეყანამ ამ ბანერზე რა ეწერა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ ეს სურვილი ქონდა რომ მთელ ქვეყანას გაიგო ბიძინა ივანიშვილი როგორ იყო მოხსენებული ამ ბანერზე, მათი არჩევანია უღოცა მათ ეს შეძლეს. ძალადობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, როგორც მოისმინეთ, ასე აფასებს ოპოზიცია გუშინ საკრებულოსთან განვითარებულ მოვლენებს და იმ ძალადობას, რომელიც პოლიციელების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების მისამართით ვიხილეთ, თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვს ქართულ ოცნებას. ნინო წილოსანი იყო ის, ვინც დღეს კომენტარი გააკეთა მედიებთან. მან თქვა, რომ ქვეყანაში ყველაფერი ევროპული სტანდარტებით ხდება, ამ ქვეყანაში არსებობს წესები და კანონები და არავის შერჩება სხვისთვის მიღენებული შეურაცხყოფა.
როდესაც გამოდიხარ და შეურაცხყოფებს აყენებ სხვა ადამიანს, ლახავ მის უფლებას და ყვეთავ იმ ზღვარს, რომელიც არის წითელი ხაზი და რომლის შემდეგაც აუცილებლად იქნება კანონისმიერი რეაგირება, რა თქმა უნდა, მზად ხარ ალბათ, რომ მიიღოს შესაბამისი საფასუხო რეაქცია. თუმცა ალბათ ესეც ხდება პროვოკაციულად იმისთვის, რომ თითქოს უცხოურ მედიაში გაასახონ, რომ აქციის მონაწილეებს, დემონსტრანტებს აკავებს პოლიცია, მაგრამ ამ დაკავებებს აქვს თავისი კანონიერი საფუძველი და ეს საფუძველი არის იმ სტანდარტის, რომელიც ნამდვილად მუშაობს ევროპაში. მაყურებელს შევახსენებ იმასაც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბანერის ჭერის გამო და აზრის გამოხატვის გამო მოქალაქეებს საქართველოში იჭერენ. მსგავსი შემთხვევა იყო 2023 წელს, როდესაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს მშვიდობიანი დემონსტრანტები. მაშინ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იყვნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ ეჭირათ ცარიელი ფურცლები და ზოგიერთ მათგანს ჰქონდა ბანერი ხელში კონკრეტული წარწერით. მაშინ 5 ადამიანი დააკავეს. გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მალე გამოაქვეყნა განცხადება, ისინი შეშფოთებულები არიან მომხდარის გამო და ამბობენ აგრეთვე იმას, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს მოძალადე პოლიციელის დავით მამაგეიშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი საქმის წარმოება. მაყურებელს ვეტყვი იმასაც, რომ მომხდარიდან მალევე გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ძალიან კარგად ჩანს, როგორ ძალადობს პოლიციის მაღალჩინოსანი დავით მამაგეიშვილი მოქალაქეებზე დაკავების მომენტში, კონკრეტულად ერთ დაკავებულს დაკავებამდე სახეში ხელს ურტყამს და ისე მიჰყავს საპატრულო პოლიციის მანქანამდე და ასევე ძალადობს ქალზეც, კონკრეტულად ერთ მშვიდობიან დემონსტრანტს ის თმაში სწრება და ასე ცდილობს მის დაკავება. შესაბამისად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ახლა საუბრობს იმაზე, რომ სახელმწიფომ ამაზე დროული რეაგირება უნდა მოახდინოს და დავით მამაგეიშვილის წინააღმდეგ უნდა დაიწყოს სამართლებრივი საქმის წარმოება. ვნახეთ ასევე კადრები, სადაც ჩანდა ნამდვილად არაძალადობრივი ხასიათი აღნიშნული დემონსტრაციის, თუმცა ჩვენ ასევე ვნახეთ ის, რომ პოლიციელი გაუსწორდა ერთ ადამიანს ფიზიკურად და ეს ქმედება, რა თქმა უნდა, უთანაბრდება არასათანადო მოპყრობას, მათ შორის ადამიანების მიმართ. ვერც ერთი იმ კონკრეტულ ვიდეოში ნაჩვენები გარემოება ვერ გაამართლებს პოლიციელის მხრიდან აღნიშნული ქმედების განხორციელების საჭიროებას. გავსი რაღაცა აღკვეთა და განეიტრალება ხომ არის კონვენციის დარღვევა. ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიკურ პირს და მათ შორის საჯარო პირს სულ რომ ვულგარულად მიმართავდეს ან პირი გამოხატავდეს მის მიმართ რაღაც კონკრეტულ პოზიციას აქვს მაღალი თმენის ვალდებულება. ჩვენ ცხადია ვცადეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგვემოწმებინა რა ხდება მიმართულებით, ხომ არ დაიბარეს დავით მამაგეიშვილი გამოკითხვაზე, ან ხომ არ არის ის დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ამ დრომდე ველით ამ კითხვებზე პასუხს, რაც შეეხება გუშინ საკრებულოსთან მომხდარს. მაყურებელს შევახსენებ კიდევ ერთხელ, რომ საუბარია გუშინ მომხდარზე, კერძოდ თორნიკე თოშხვამ, რომელმაც საკრებულოსთან თორნიკე თოშხვა იყო ის, ვინც საკრებულოსთან გამოხატა პირველმა პროტესტი და მივიდა ის იქ კონკრეტული ბანერით, შემდგომში ის ძალადობრივად დააკავეს. მოგვიანებით თორნიკე თოშხვასთვის სოლიდარობის მოსაცხადებლად 9 მშვიდობიანი დემონსტრანტი ჩავიდა საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე და ისიც შემდგომში პოლიციელებმა ბანერის ხელში და ჭერის გამო და პროტესტის გამოხატვის გამო დააკავეს. ახლა მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არის დაწყებული, მათ ედავებიან პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევას და უმორჩილებლობას და აგრეთვე წესრიგის დარღვევას და 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ელით მათ თუ ეს ბრალი დაუმტკიცდებათ.